ბრუცელოზე რო უცრით, ხო? იმას გონია რომ ჩვენ რო უცრით, იმიტომ უბერძდება და კი არ გვისმენს იმას რომ ეს კარგია, უნდა აუცრათ იმას რომ აღარ გაუბერძდეს და ეს დავოდება აღარ იყოს. პროფესიით ვეტერინარი ვანო ოტიაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის მკვიდრია. საქონლის ვაქცინაციის პროგრამების დროს სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ვეტერინარებს ხელშეკრულებას უფორმებს, რათა რეგიონებში ფერმერებმა ვაქცინაციის სახელმწიფო სერვისები მიიღონ. ვანო ოტიაშვილიც რამდენიმე სოფელში გაანაწილეს. ამბობს, რომ ფერმერები აღნიშნულ პროგრამებს ეჭვით უყურებენ და არ იციან თუ რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ ღონისძიებებს. ივნისის მერე ჩავატარეთ 5 პროგრამა. სახელმწიფო ამხელა ხარჯებს რო იღებს მოსახლეობას არ გონია, რომ ეს არის ნამდვილი კარგი აცრა და აუცილებელია მათ ცხოველებისათვის. გაფრთხილებული ყავს, მიდიხარ და არ გაცრევინებს იმის გამო, რომ არ გენდობა. არ იცის იმან. დაბალი ინფორმირებულობა ფერმერს ხელს უშლის გააცნობიეროს, რომ ვაქცინაცია სწორედ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხზე აისახება. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების 70%-ზე მეტი მცირემიწიანი ფერმერია, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი საბაზრო მოთხოვნებს არ პასუხობს. ინფორმაცია კი აუცილებელია იმისათვის, რომ ისინი ბაზარზე კონკურენტუნარიანები იყვნენ. აქ ორი საკითხია, ერთი ის, რომ ფერმერებს რამდენად აქვთ საიმისო ცოდნა და უნარები, რომ თავისი პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე, მეორე არის ის, თვითონ საქართველოს ბაზარზე რამდენად შეძლებენ ისინი გასვლას მას შემდეგ, რაც რეგულაციები ამოქმედდება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს სავალდებულო მოთხოვნებს უწესებს, რათა ბაზარზე გასატანის სურსათი უვნებელი და მაღალი ხარისხის იყოს. არასამთავრობო ორგანიზაცია ელკანას მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ფერმერებს მათთვის საინტერესო ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ. სოფლად ფერმერთა ინფორმირების პროცესს ექსტენსია ჰქვია და ის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაშიცაა გათვალისწინებული. სასოფლო სამეურნეო ექსტენსია არაფორმალური საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც მოიცავს ფერმერთათვის შესაბამისი კონსულტაციებისა და ინფორმაციის მიწოდებას, რაც გამიზნულია მათი წარმოების მოცულობის გასაზრდელად, აგრეთვე კონკურენტუნარიანობისა და ცხოვრების საერთო დონის ასამაღლებლად. სამოქმედო გეგმის მიხედვითაც ეს ასევე მნიშვნელოვანია. 162 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით ექსტენსიის განვითარება და ფერმერებისთვის ინფორმაციაზე და კონსულტაციებზე ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ექსტენსიის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო სათანადოდ მუშაობს. სამინისტროს დაფუძნებული აქვს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ასევე ჩართულია აქტიურად ექსტენსიის განხორციელებაში, რაც გამოიხატება შეხვედრებში მოსახლეობასთან, ასევე სემინარებში, ტრენინგებში კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან, ასევე სამეცნიერო ხასიათის ბროშურების თუ ლიტერატურის დაბეჭდვაში და მის გავრცელებაში. ეს არის ზღვაში წვეთი რა, არ ხდება ისეთ ინფორმაციას ვერ ღებულობს იმ ბუკლეტებიდან, იმ რაოდენობის ინფორმაციას რაც ჭირდება. იმიტომ რომ იმ ინფორმაციას ჭირდება სპეციალური უნდა იყოს ტრენინგები ჩაუტარდეს იმ ფერმერს, იმიტომ რომ იმ ფერმერის დონეზე არ მიდის ის, რომ ის რძეს რო აბარებს. არც კანონი არ არსებობს, რომ რო იყოს კანონი დაუშვათ, რომ იმ რძეს ვერ გაიტანს ბაზარზე და ვერსად ვერ ჩააბარებს. თუ არ იქნება აცრილი, სათანადოდ აცრილი. ამის ინფორმაციაც არ აქვს ფერმერს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერთა ინფორმირებისთვის სახელმწიფომ რეგიონებში გახსნა 59 საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური, რომელიც ჯამში 254 სხვადასხვა სპეციალისტს აერთიანებს. აქ დასაქმებული სპეციალისტების პირდაპირი მოვალეობა ექსტენსია არაა. შესაბამისად, ისინი ფერმერებს ტრენინგს არ უტარებენ. 2016 წელს ამ სამსახურს ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი სპეციალურად ექსტენსიისთვის გამოიყო. თანხის ძირითადი ნაწილი კი ხელფასებს, საოფისე და საკანცელარიო ნივთებს მოხმარდა. რაც თქვენ ბრძანეთ 4 მილიონი, რომელიც ჩარშანი იყო გამოყოფილი, ეს იყო ჩვენი თანამშრომლების ხელფასები, სხვადასხვა ხარჯები და ასე შემდეგ. გარდა ამისა ძალიან ასე ვთქვათ საინტერესო პროექტებს ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები. მიუხედავად რამდენიმე მილიონიანი დაფინანსებისა, საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობა ექსპერტ მიხეილ პაკაცოშვილს არასაკმარისად მიაჩნია. სტატისტიკის მიხედვით საშუალოდ თითო სამსახური წლის განმავლობაში 1000-მდე ადამიანს ემსახურება, რაც ნიშნავს დღის განმავლობაში საშუალოდ 3 ადამიანი მიდის იქ ინფორმაციის მისაღებად. იმის გათვალისწინებით, რომ 460,000-მდე საოჯახო ფერმერული მეურნეობა არის საქართველოში, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია ეს. ანუ რეალურად ინფორმაციის მიწოდება საკმაოდ დაბალია. 70% ინფორმაციის შეეხება უფრო მეტად სახელმწიფო პროგრამებს,
კოოპერატივების შესახებ ითხოვენ ასევე აქტიურად ინფორმაციას. ისეთ თემებზე, როგორც არის პროდუქტის წარმოება ან სურსათისუნებლობის საკითხები, ძალიან იშვიათად ითხოვენ ინფორმაციას სტატისტიკის მიხედვით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2015-2016 წლებში ასეთი საგანმანათლებლო აქტივობების რაოდენობა 63 იყო. ასოცირების ხელშეკრულების 2016 წლის სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ, რომ საგანმანათლებლო აქტივობების მნიშვნელოვანი რაოდენობა უნდა განხორციელდეს. ლაშაინაურს მნიშვნელოვანი რაოდენობის დაზუსტება ვთხოვეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის რაოდენობა, რისი მოთხოვნაც არის და აი ამ მოთხოვნაზე რეაგირებაც მოხდება. 60 საგანმანათლებლო აქტივობა რაც ჩატარდა, ეს რამდენად საკმარისი არის იმისთვის, რომ თქვათ ის მნიშვნელოვანი რაოდენობა რაც იყო გათვალისწინებული სამოქმედო გეგმაში, შეიძლება ითქვას, რომ შესრულდა. ჩვენ ახლა რა თქმა უნდა იმის მოლოდინი არც გქონდა, რომ თუნდაც ნახევარს დავფარავდით არსებული სოფლად ცხოვრების მოსახლეობისა. გარკვეული გეგმა წლის დასაწყისში ამ საჯარო სამართლმსაჯულო პირებს ჰქონდათ განსაზღვრული თუ ვისთვის უნდა ჩაეტარებინათ და აი ამ გეგმასთან მიმართებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სწორედ მნიშვნელოვანი რაოდენობა გახლავთ, რაც ჩატარდა ტრენინგების. ასევე მობილური ექსტენსია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციირებით და მასში მონაწილეობდნენ ასევე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები და 75 სოფელი მოიცვა დაახლოებით აი ამ მობილური ექსტენსიის განხორციელებამ. ეს კი მაშინ, როცა ბოლო ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში 3633 სოფელია აღრიცხული. ჩატარებული 63 ტრენინგიდან უმეტესობა ევროპის ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსდა, არადა ასოცირების ხელშეკრულების 2016 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, ფინანსური ხარჯი ამგვარი აქტივობებისთვის სწორედ სახელმწიფოს უნდა გაეღო. სახელმწიფო ხარჯი კი 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 2500 ლარით შემოიფარგლა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების ამოქმედებამდე ფერმერებისთვის საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს და მათი ცოდნის დონე აამაღლოს, რადგანაც მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ევროპული რეგულაციები ამოქმედდება, ფერმერს მაღალი ხარისხის სტანდარტები უკვე დაცული უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავის პროდუქციას არათუ ევროპის, არამედ ადგილობრივ ბაზარზეც კი ვეღარ გაიტანს.